ძლიერი საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკ ოლისაშვილმა უფლებადამცველთან ერთად აზერბაიჯანელთა ეროვნული კონგრესის თავმჯდომარის ალი ბაბაევის წინააღმდეგ პოლიციაში საჩივარი შეიტანა. ელისაშვილი ბაბაევს განზრახველობის მცდელობაში სდებს ბრალს. აქ მეხება 2 დეკემბერს გოსტავას ქუჩაზე მოხდა ინციდენტს, რა დროსაც ალეკო ელისაშვილის განცხადებით ალი ბაბაევმა მასზე რკინის ჯოხის დარტყმა დააპირა, რასაც შესაძლოა ფატალური შედეგი მოყოლოდა. ის და მისი უფლებადამცველი გამოძიების დაწყებას სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად ითხოვენ. კადრები, რომელიც თავარი მტკიცებულებაა პოლიციის მიერ ამოღებული და ეთერშიც გაშვებული, იმ კადრებში ჩანს, რომ მე რო დავარტყი და რეაქცია მქონდა ჩვენ შორის რომ ინციდენტი მოხდა, მე წავედი დაახლოებით 15 მეტრი გავიარე და ამ დროს ალი ბაბაევმა გამოგლიჯა ვიღაცას რკინის ჯოხი, ხელიდან გამოექანა და მთელი ძალით მოიქნია კინალ თავი გადამიხლიჭა. ის რომ მომხედროდა, ძალიან ძიმე დაზიანებას მივიღებდი, ან ღმერთმა მოუწყის რამდენად ფატალურს. შესაბამისად, ამაზე ყურს არ იბერტყავს პოლიცია. ნორმალური ქვეყანა რო იყოთ, ალი ბაბაევი იქნებოდა ახლა დაჭერილი და მის წინააღმდეგ იქნებოდა სისხლის სამართლის საქმე აღძრული და ახლა პოლიცია ყურს არ იბერტყავს, ჩვენ მოვედით რომ ეს განცხადება შევიტანოთ. ის მტკიცებულებები, რომელიც პროკურატურამ გამოიყენა და წარმოადგინა, ეს არის მაგალითად ვიდეო ჩანაწერი, ამ მტკიცებულებას ვიყენებთ ჩვენ პირიქით ალექსანდრე ელისაშვილის ინტერესების დასაცავად. ეს მტკიცებულებები ამ მტკიცებულების წარდგენას ვახდენთ ახლა ვერის პოლიციაში, რომ დავადგინოთ, რომ რეალურად დანაშაული თუ ვინმე ჩაიდინა ამ 2 დეკემბერს, ეს იყო ქართული ოცნების პროვოკატორი ალი ბაბაევი და არა ალექსანდრე ელისაშვილი.